მაშასე ზურგოს დელემაყურებლებო შედგა გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი სევილიაში, რაც ძალიან დიდი და კარგი ამბავია. ესპანეთის ლიგა ერთ-ერთ საუკეთესოა მსოფლიოში თუ საუკეთესო არა, სევილია კი ბრწყინვალე გამორჩეული გუნდი, შესანიშნავი ქალაქის წარმომადგენელი. გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების წევრი, ცენტრალური ნახევარმცველი, თბილისში დაბადებული 1999 წლის 29 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე, ისედაც სხვადასხვა ასპარეზზე მიიქცია ყურადღება, იწყებდა კარიერას საბურთალოში, იჯარა ერალადაში, ლევანტეს მეორე გუნდი, სადაც მალევე მოიპოვა პოპულარობა ნდობა და აინაცვლა პირველ გუნდში, გახდა კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, დაეხმარა ლა ლიგაში დაბრუნებაში, შუალედში იყო იჯარა კასტელონში, მერე სპორტინგი, სადაც რუი ბორჟესთან ისე არაეწყო ურთიერთობა და სიტუაცია არ იყო ჩვენთვის სასურველი, ახლა კი უკვე სევილიას მოთამაშეა გიორგი და უსურვოთ მას წარმატება. საქართველოს ნაკრებში ამ ეტაპზე 24 თამაში 4 გოლი, ვიცით მისი თვისებები, შორიდან ძლიერი კარგი დარტყმა, მებრძოლი მოთამაშეა, ერთ-ერთი გამორჩეული ჩამშლელი, ამავდროულად შემქმნელი, ძალიან მრავალმხრივი, ჟინიანი. გიორგი მისაუბრა იმაზე, რომ დახვედრა იყო შესანიშნავი, ატმოსფერო გუნდში ძალიან კარგია და ეს ხშირ შემთხვევაში გამარჯვების ტოლფასია და ნახევარზე მეც ნიშნავს. აგრეთვე ახსენა ოდისეას ვლახოდიმოსი, რომელსაც იცნობს, საქართველოს ნაკრებთან ერთად შევხვდი საბერძნეთის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, ბევრი ვისაუბრეთ, აგრეთვე დანარჩენებთან ვილაპარაკე, მწვრთნელს გავისაუბრე და თავს უკვე ისე ვგრძნობ, როგორც სახლშიო. ის ესპანურად ძალიან თავისუფლად საუბრობს, მოგვეხსენება მშვენივრად, რომ წლები გაატარა იქ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ. აღნიშნა, რომ გუნდს კარგად იცნობს, რასაკვირველია, უფრო სიღრმისეულად გაერკვევა ყველაფერში და შეეცდება თავისი საუკეთესო თვისებები მინდორზე გამოაჩინოს. შეეხო მწვრთნელს, რომელზეც ამბობს, რომ არის მომთხოვნი, სამართლიანი და ბუნებრივია, ერთი მიზანია, რომ სევილია დაბრუნდეს უმაღლეს დონეზე. ბოლო პერიოდი შედარებით რთული იყო, როგორც მოიხსენებათ ამ კლუბის, რომელიც რეკორდსმენია ევროპის ლიგის ტიტულების მოგების მხრივ, ლუის გარსია პლასა ახლა რამონ სანჩეს პისხუანეს ბინადართა სათავეში. აგრეთვე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, მეუღლეს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ის გიორგი, რომელიც შეიძლება იყოს, მე ვარ შემართული და ვიცი, რომ მეტი შემიძლია, ამისათვის ბევრი შრომა საჭირო, თავგანწირვა და ეს ზოგადად მნიშვნელოვანია სპორტსმენის კარიერაში და მე ამისთვის მზად ვარ, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. სევილია არის კლუბი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ისტორია, ასევე იოს კოკეს ვესაუბრე და ისინიც ისე როგორც ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის, ამ კლუბს აქვს თავისი ღირებულებები და უნდასე პატივი. საქართველოში ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ ცოცხლად ვნახოთ ბევრი მაღალი დონის თამაში, მაგრამ იყო ესპანეთთან მატჩები, იყო ჩვენი ნაკრების წარმატება, იყო სუპერთასი, რომელიც თბილისში ჩატარდა და სწორედ სევილია იღებდა მონაწილეობას ბარსელონას წინააღმდეგ. საოცარი დაპირისპირება გაიხსენა ქოჩორაშვილმა. ერთი სული მაქვს, როდის შევალ მინდორზე და ვიცდები, რომ დავეხმარო გუნდს და არ დავაკლებ, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ეს მისი ცნობილი აღნიშვნებიც ვიცით. ამათა ისიც, რომ ბევრი არ უფიქრია, როდესაც ეს ვარიანტი გამოჩნდა, შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად საუბარი იყო ხეტაფეზე, ბორდალას ძალიან სურდა ქოჩორაშვილი, ბორდალასი არის მწვრთნელი, რომელმაც გზა გაუხსნა გიორგი მამარდაშვილს ვალენსიაში ყოფნისას. ისედაც ვიცოდი, მაგრამ კარგად მოვისმინე, შევისწავლე, დავიზეპირე ჰიმნი, ვიცით როგორი ატმოსფეროა სტადიონზე და
კლუბს ყავს გამორჩეული გოლშემატკივარი, მე მსურს რომ ისინი გავახარო, მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ და მადლიერი კლუბის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, უკვე შევატყვე რომ აქ პროფესიონალები მუშაობენ, ყველას სურს რომ სევილია მიაღწიოს წარმატებას, ეს არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძვის, არასდროს ნებდება, ყოველთვის მეტი სურს და ჩემი ხასიათიც ასეთია. აქ ყველა ინდობა ერთმანეთს და ვფიქრობ სევილია, ამიტომაც არის ასეთი წარმატებული და გამორჩეული ბოლო წლებში და ზოგადად ისტორიაში. პატარაობაში მქონდა ოთახში გამოკრული ბანერი, რომელზეც ეწერა არასდროს დანებდე და ზუსტად აი ამ მიდგომით, სლოგანით მოვდიოდი და სევილიასაც აი ეს ხედვა აქვს და ჩვენ ამ შემთხვევაში ვემთხვევით და კიდევ ბევრ რამეში ერთმანეთს ძალიან ბევრ გამორჩეულ მოთამაშესთან მქონია შეხება და კაპიტანი ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად არის კოკე, როგორც არის იბორა და დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მოთამაშეების მხარში დგას ყოველთვის მთელი გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ სევილია დიდი ხანია იქცევს ყველას ყურადღებას ევროპის მასშტაბით, გასული ფორმაციის ფეხბურთელებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, მადლიერი ვარ ყველასი, ვინც კარგი გააკეთა ამ გუნდისთვის. ასევე შემდეგ კითხა ჟურნალისტმა, როგორ განვითარდა, როგორ გაიზარდა, შეიცვალა თუ არა, ამბობს რომ კი, საკმაოდ ძალიანაც კი, თუმცა არ შეცვლილა ეს შრომა შემართება მონდომება, რომელიც ყოველთვის ჰქონდა გიორგის. ფეხბურთმა ზოგადად დიდი გავლენა იქონია და შემცვალა როგორც პიროვნება. აქ უნდა გესმოდეს სხვების, იმოქმედო გუნდურად, გაიარო ადაპტაცია კლუბთან, თანაკლუბელებთან, თამაშთან, მწვრთნელთან და გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, ასე რომ ეს ყველაფერი გეხმარება თუ სწორად მოინდომებ და ამავდროულად სწრაფად უნდა აუღო ყველაფერს. ასე რომ მე ვარ გიორგი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ მოუმატოს, ისწავლოს და გამოადგეს გუნდს, აუცილებლად ბევრს ვიმუშავებ, დავიხარჯები, მინდორზე ვიქნები შემართული და მე არ ვუწესებ საკუთარ თავს ლიმიტებს. პირველი მე ვარ, რომელიც საკუთარი თავისადმი მომთხოვნია, სურს დაეხმაროს თანაკლუბელებს და ზოგადად გამოადგეს გუნდს, იხსენებს პირველ გადაკვეთას ესპანურ ფეხბურთთან, ბონო, დიდებული პიროვნება, როდესაც მე ჟირონაში ვიყავი 18 წლის გახლდით, ის მოხდა ახალგაზრდულ კლუბში, სადაც გაანათხოვრეს. ძალიან ბევრ პენალტს იგერიებდა და მაშინვე ეტყობოდა, რომ მაღალი დონის მოთამაშე იქნებოდა. ხესუს ნავასი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც მინახავს როგორც ნაკრებისთვის, ასევე კლუბისთვის, საოცრად პროდუქტიული და მასზე დაკვირვებითაც ბევრი ვისწავლე. ყოველთვის გულშემატკივრობდი და მახსოვს მისი მიღწევები. მახსოვს კონკრეტული მატჩები, მათ შორის დერბი ცალკე მოვლენაა ბეტისთან, სევილიას დაპირისპირება, ბეტისი ახლა დროებით ლაკარტუხაზე თამაშობს, იმიტომ რომ ბენიტო ვილამარენის რეკონსტრუქცია მიდის, თუმცა იქაც დიდებული ატმოსფეროა. რაც შეეხება რამონ სანჩეს პისხუანს, გიორგი ამბობს, რომ ეს სტადიონი რა თქმა უნდა უნახავს, მაგრამ როდესაც შეაბიჯა იქ ყველა წამი კარგად მახსოვს და ველოდები, როდის გავალ როგორც ფეხბურთელი მინდორზე, როდის შევდგამ ფეხს და შევიგრძნო ბოლომდე ამ დიდებულ ატმოსფეროს. ეს არის სახლი და ეს არის გამორჩეული არენა, სადაც უამრავი საოცარი გულშემატკივარი მოდის, იმიტომ რომ ამ გამორჩეულ გუნდს დაუჭიროს მხარი და მართლაც ჟუანტელი გივლის, როდესაც ამ ტრიბუნებს უყურებ, ისმენ სიმღერას, ესმის შეძახილები.
სხვა გზა არც გრჩება, რომ ამ გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯო. ყველას არ აქვს ეს ბედნიერება, რომ მსგავსი რამ შეიგრძნოს. მე გამიმართლა და ჩემთვის პრივილეგია აქვს ის წყალობით, რომ ვარ ასეთ გამორჩეულ კლუბში და ვეცდები, რომ დავეხმარო გუნდს. ფიქრობ, სევილიას ჰიმნი ყველამ კარგად იცის, უბრუნდება ამ თემას ქოჩორაშვილი, მართლაც გამორჩეულია და ერთსიამოვნებად ღირს ამის მოსმენა, როდესაც ფანები მღერიან, არანორმალურად კარგი ატმოსფეროა და მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ თქვათ ანდალუსიიდან, არ ვარ სევილიელი, ვარ ქართველი, გულს ხვდება ეს ყოველივე და იმუხტები დამატებითად გაქვს ბონუს мотивация. პორტუგალიურ პერიოდზე გკითხეს, მან აღნიშნა, რომ იქ დიდი გამოცდილება მიიღო და იქაც ისწავლა და გაიზარდა როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება. ძალიან მაღალი დონეა, არის კონკურენცია, არის სირთულეები, იყო კარგი მონაკვეთები. ხდება სხვადასხვა ფაქტორების გამო ისეთი რაღაც რომ გექმნება ბარიერები. მე ვაგრძელებდი მუშაობას და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ბევრი შრომა, როდესაც ერთმა დეტალმა შემთხვევამ, რომელიც ბოლომდე შენზე არ არის დამოკიდებული, შესაძლოა მთელი შრომა წყალში ჩაყაროს. მე მუშაობდი ვენახში ბაბუასთან ერთად და შეიძლება თვეები იმუშაო და შემდეგ მოვიდეს წვიმა და ყველაფერი გაფუჭდეს, მაგრამ შენი საქმე უნდა აკეთო და უკეთეს ამინს დაელოდო. ასეთი ფაქტორები არ უნდა გიშლიდეს ხელს იმაში, რომ იშრომო და შენ დროს და უკეთეს მომავალს დაელოდო, იმიტომ რომ სხვაგვარად არ მოვა წარმატება და მიზანს ვერ მიაღწევ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობ ნახო ბევრი ვიდეო, გავაანალიზო ყველაფერი, როგორც გუნდთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად. თანაკლუბელები მწვრთნელი, შენი ოჯახის წევრები არიან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გეხმარებიან იმაში, რომ გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. ისაუბრა გუნდის შემადგენლობაზე, ქართველმა ნახევარმცველმა, თავად გიორგი ქოჩორაშვილში. სპორტინგს სევილიამ 4 მილიონი ევრო გადაუხადა და ბონუსებით შესაძლოა ეს თანხა გაიზარდოს. შედურის სირიუსიდან მოვიდა ურე რობი, შოტლანდიელი 6,5 მილიონი, მადრიდის ატლეტიკოდან ხულიო დიასი 1,800,000, პატრიკ მერკადო ინდეპენდიენტე დელ ვალედან 6 მილიონი, იქ იყო თავისუფალი აგენტების ამბავიც ალავესიდან ხომ გურიდი მაგალითად. და რა თქმა უნდა, იყვნენ წამსვლელებიც 11 მილიონად ხუან სანჩესი გამოისყიდა ბორნმუთმა, ჯენოაში წავიდა ჯიბრილ სოუ 4 მილიონის სანაცვლოდ, ვენეციამ დაიმატა აკორ ადამსი 16 მილიონი. როგორც გიორგი ქოჩორაშვილი ამბობს, მისი აზრით სევილია ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული, მართლაც რომ ოჯახური ატმოსფეროა და პლუს გუნდს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დიდი პლუსი, რომ აკადემია ყავს კარგი და იქიდან მუდმივად ამოდიან გამოსარჩევი ახალგაზრდები, გადიან მთელ ამ გზას, კარიერულ კიბეს და ყველაფერს გაიღებენ ისინი ყოველთვის გუნდისთვის, რაც შევატყვე მართლაც ყველას ერთმანეთის დახმარება სურს და ვფიქრობ, ასეთი მიდგომის პირობებში ჩვენ ვიპოვით გზას და მივაგნებთ იმ ფორმულას, რომელიც მოიტანს წარმატებას. შეგახსენებთ, რომ სევილიამ ვალეგა ძალიან კარგად დაიწყო, მოუგო რაიო ვალეკანოს 2-1 რამონ სანჩეს პისხუანზე, შემდეგ კი სან მამესზე დაამარცხა ბილბაო 3-1. წინა სასეზონო პერიოდის დროსაც მატჩების უმეტესობა გამარჯვებით დაასრულა, ამხანაგურ შეხვედრებს, მათ შედეგებს შესაძლოა ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც როდესაც საკუთარ
თვისებებზე, სტილზე კითხეს, აღნიშნა რომ ცდილობს იყოს დაბალანსებული, დაეხმაროს როგორც დაცვას, ასევე თავდასხმას და მეტნაკლებად ვახერხებ ამასო. 8 ნომრის პოზიციაზე თავს კარგად გრძნობ, როდესაც მაქვს კავშირი როგორც გარემარბებთან, ასევე ფორვარდებთან, უკანა ხაზთან. შემიძლია ვითამაშო პრესინგი, შემიძლია ვიფიქრო გამწვავებაზე და ყოველთვის ვცდილობ რომ თითოეული თვისება უფრო დავხვეწო, მოუმატო ყველა მიმართულებით, ყველა კომპონენტში. ჩვენც ზუსტად ვიცით რომ გიორგის ხასიათი ასეთია და კოჩორაშვილზე ძალიან ბევრი საუბარი იყო ამ წლების მანძილზე. სევილიამ შემთხვევით ის არ დაიმატა, რა თქმა უნდა. აღნიშნა რომ თვალყური მიადევნა გუნდის თამაშებს და გარდა იმისა რომ ყველაფრით მოიხიბლაში და სამზარეულოთი და ასე შემდეგ, მოეწონა განსაკუთრებით ზუსტად ის სულისკვეთება, რაც ზოგადად აქვს ხოლმე სევილიას და აუცილებელია წარმატების მიღწევისთვის. პეკესთან საუბარიც ახსენა. ბოლო წლებში ზოგადად სელექციაზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, რომ სევილია მართლობა უშევდა გარკვეულ შეცდომებს, მაგრამ ახლა გუნდი მართლაც საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული და პლუს რჩება დრო ისათვის, რომ კიდევ განახორციელოს ტრანსფერები. როგორი მატჩი იყო გაძევებამდე ამაზე გაამახვილა ყურადღება. გაძევება იყო სევილიას ორივე შეხვედრაში, რაიოსთან თავად გუნდი დარჩა, როდესაც სალასი მიაღწანეს, ხოლო ბილბაოსთან თავიდანვე მე-11 წუთზე იური ბერჩიჩე გააძევეს. თუმცა აბსოლუტურად სწორია იმის აღნიშვნაც, რომ ამ უპირატესობასაც გამოყენება სჭირდება. მწვრთნელი აკეთებს ყველაფერს, რომ გუნდმა სწორი მიმართულებით გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და ფეხბურთელები უნდა აუყვეთ მას ამაში. გამოვაჩინოთ ხასიათი და დავიხარჯოთ ბოლომდე მინდორზე. მთავარი მატჩი, რომელსაც ამ ტრანსფერის შემდეგ ყველა ელოდა, რა თქმა უნდა, ატლეტიკოსთან შეხვედრა გახლავთ. სევილიას შემდეგი მეტოქეები ატლეტიკოსთან საშინაო მატჩის შემდეგ ესპანიოლი არიან გასვლაზე შინ ვალენსიას თუმრად დეპორტივო, მერიკი ბარსელონა. რამონ სანჩეს პისხუანზე, ამას უკვე სანაკრებო პაუზა მოჰყვება და ოქტომბერში სევილია დაბრუნდება ლევანტესთან საგარეო თამაშით, მერე ესტუმრება რეალს, მიიღებს ოსასუნას. რაც შეეხება ბეტისთან დერბის, ეს იქნება ნოემბრის მეორე ნახევარში. აღნიშნა ისიც, რომ რასაკვირველია, კარგად არის ინფორმირებული დერბის მნიშვნელობაზე და თაობაზე, როდესაც ქალაქში არის დიდი მოლოდინი, ქალაქი იყოფა ორ ნაწილად, ორი საოცარი ბრწყინვალე კლუბის დაპირისპირების მოლოდინში და რასაკვირველია, კომაგისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი მატჩის მოგება და ორმაგ სიხარულს იწვევს ეს და ფეხბურთელების მიზანი და მისია სწორედ ეს არის, რომ შემადგენელი ფანები დარჩნენ გახარებულნი. ისაუბრა საქართველოს ნაკრებზე, აღნიშნა რომ აქვს იმედი, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს და გაგრძელდება პროგრესი. ამავდროულად ხაზს უსვამს იმ ადამიანების შრომის მუშაობის მნიშვნელობას, რომლებიც შესაძლოა ყოველდღიურად არ ჩანდნენ, მათზე არ იყოს იმდენი საუბარი, იქნება ეს ფიზიოთერაპევტი თუ რომელიმე სხვა რგოლის წარმომადგენელი, ისინიც არიან გუნდის წევრები და თავისი საქმის პროფესიონალები, რომელთა კარგი მუშაობაც პირდაპირ კავშირშია კლუბის წარმატებასთან.
მოგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი არ არის პირველი ქართველი, რომელიც ჩაირიცხა სევილიაში. გიორგი აბურჯანია იყო მეორე გუნდის წევრი რამდენიმე წლის მანძილზე და ქოჩორამ სწორედ ამაზე ილაპარაკა, აღნიშნა, რომ აბურჯანია იყო პიონერი, პირველი და მისთვის დიდი პატივია, რომ ისიც ახლა წარმოადგენს სევილიას. გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც საოცარი პერიოდი ჰქონდა ვალენსიაში, ახლა ლივერპულშია. საქართველოს ყავდა, რა თქმა უნდა, სხვა წარმომადგენლები, შოთა არველაძე და ასე შემდეგ. რომლებიც იყვნენ ესპანეთში და ყველა ქართველისთვის ეს საამაყოა. ყველა თამაშობდა გულით, შემართებით და ასეც იქნება მომავალშიც და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი ქართველი გამოჩნდება ლა ლიგაშიო. საუბარი შეეხო ახალგაზრდებსაც, გიორგი ქოჩორაშვილმა აღნიშნა, რომ ჩეო არის ბევრი შრომა, საკუთარი შანსის მოლოდინში ყოფნა და ყოველთვის მზად უნდა იყო იმისათვის, რომ გამოიყენო ეს შანსი. ყველა კლუბს აქვს თავისი სპეციფიკა და მოერგო, ფეხი აუწყო ამ ყოველივეს და იყო გათქვეფილი როგორც თანაკლუბელებთან, ასევე მწვრთნელთან, იყო ჰარმონიაში. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოდის უდიდეს კლუბთან, ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან, ეს არის მადრიდის ატლეტიკო და ჩვენ ყველასთან საბრძოლველად მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივახციოთ წარმატებას. გუნდში ვისაუბრეთ ატლეტიკოსთან მომავალ შეხვედრაზე, ყველამ იცის, რომ მე მზად ვარ თუ მწვრთნელს კლუბს დავჭირდები იმისათვის, რომ გავიდე მინდორზე, ვიბრძოლო გამარჯვებისთვის და ვფიქრობ, ჩვენ მოგების კარგი შანსი გვაქვს, ყველა ბოლომდე დაიხარჯება და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დამაჯერებლად მოგებაც შეგვეძლებაო. ემზადებით ყველანი, ასევე კითხეს თუ რას ეთყოდა ფანებს, რაც ნაწილობრივ აქამდეც ისაუბრა გიორგიმ, აღნიშნა, რომ ფანებს ეთყოდა, რომ არასდროს დანებდნენ ცხოვრებაშიც, თამაშის დროსაც და ყოველთვის მხარში დაუდგნენ სევილიას, თავის მხრივ კი დადო პირობა, რომ იბრძოლებს ბოლომდე მინდორზე და დაიხარჯება 100%-ით, ისევე როგორც ამას გააკეთებს გუნდის ყველა დანარჩენი წევრი და ყველა დაეხმარება ერთმანეთს იმისათვის, რომ სევილიამ მიაღწიოს ბევრ წარმატებას. ჩვენს წარმატებები უსურვოთ ამ შესანიშნავ კლუბს და კონკრეტულად გიორგი ქოჩორაშვილს და რა თქმა უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას სილქის ეთერში, ისი ამოვნეთ დიდი ფეხბურთით.